სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის სტატუსითაა მიწვეული. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული. განცხადებაში წერია, რომ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ზურაბიშვილი მიიწვია, თუმცა როგორც ყოფილი პრეზიდენტი. მაშინ როცა ევროკავშირი ზურაბიშვილს ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენიებს, თავად კონსტიტუციის დარღვევის სალომე ზურაბიშვილი აღნიშნული სტატუსის საკუთარ თავზე მორგებას არ აპირებს. პირიქით გეგმავს, რომ 29 დეკემბრის შემდეგ ორბელიანების სასახლეში დარჩეს და ახალ პრეზიდენტს პრეზიდენცია არ დაუთმოს. თავის თავს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს და ფიქრობს, რომ თანამდებობაზე მანამდე დარჩება, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება. ჩემი მანდატი მანამდე გაგრძელდება, სანამ არ იქნება ახალი არჩევნები და არ იქნება არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტი. არაერთგზის კონსტიტუციის დარღვევი და ოპოზიციის რიგებში მყოფი სალომე ზურაბიშვილისთვის ახლა მთავარი ნებისმიერი ფორმით საკუთარი სტატუსის შენარჩუნებაა, თუმცა ზურაბიშვილს ვადა ორ კვირაში გასდის. შესაბამისად ვადა გასულ პრეზიდენტს ორბელიანების სასახლის დატოვებაც მოუწევს. დაარღვევს თუ არა ზურაბიშვილი კონსტიტუციას, ეს 29 დეკემბრის შემდეგ გამოჩნდება, თუმცა მანამდე ძალადობის მომხრე პრეზიდენტს ზურგს ის ევროპელი პოლიტიკოსები უმაგრებენ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე უსამართლო და რადიკალური დღის წესრიგის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი ამბობს, რომ 29 დეკემბრამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და მანამდე შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს. თუმცა რა შეიძლება მოხდეს, ეს კაია კალას აღარ დაუკონკრეტებია. პრეზიდენტი თანამდებობაზე არის 29 დეკემბრამდე და შეიძლება მანამდე ძალიან ბევრი რაღაც მოხდეს. 29 დეკემბრამდე კი ორი კვირა რჩება, თუმცა პრემიერ-მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის სტატუსის მქონე ზურაბიშვილი კანონს დაემორჩილება და ორბელიანების სასახლესაც დატოვებს. ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა კაია კალასის განცხადებას და თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილს საბოლოოდ ხაზი გადაუსვა. ქალბატონმა კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა 29 დეკემბერს გადის მისი უფლებამოსილების სვა და მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ უკვე დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მე-7 წელი. უკვე მე-7 წელი დაიწყო, რაც ის არის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ასე დროს ის რომ თავს აცხადებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არ ვიცი, ერთ ქვეყანაში არ შეიძლება სამი დე-ფაქტო პრეზიდენტი ყავდეს, ხო? თავს უთანაბრებს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს, ხო? უბრალოდ არ ვიცი, სერიოზულადაც არ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კაია კალასის განცხადება მის ამ მცდელობას ხაზი გადაუსვა. მე არ გონია, რომ რაიმე გართულებები მოყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და მას ჩაანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ღვაწლოვსკი. ზურაბიშვილს ევროპარლამენტში ხვალელოდებიან. პოსტიდან მიმავალი პრეზიდენტი ევროდეპუტატებს სიტყვით მიმართავს და სავარაუდოდ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიწვევით უცხოელი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული სურათი შექმნან, თითქოს რადიკალურ ოპოზიციას ახალი ლიდერი ყავს. ამით ისინი ცდილობენ საზოგადოებაზე გავლენა მოახდინონ, თუმცა მათი ეს მცდელობა ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს. ექს-პრეზიდენტი ზურაბიშვილი რას იტყვის, ამას მნიშვნელობა არც მათთვის აქვს, ვინც მიიწვია. ახლა ცდილობენ ეგრეთ წოდებული ჟურნალისტების ნაწილის ენაზე ვიტყვი, კარწინკის დადგმას, როგორც ამოდგება კენჭისყრის წინ სიტყვით გამოსვლის დროს, ზურაბიშვილის სიტყვის გამოსვლის დროს, ეს სცენა უნდათ დახატონ, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალებაში ეს რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს. ერთი უბედურებაა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტის მიწვევა ხდება კონკრეტულ ორგანიზაციაში და მეორე უბედურებაა, როდესაც ამ პრეზიდენტს არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს და ვადაგასულიც კი არის და ვადაგასული პრეზიდენტს სად მიიწვევენ და რა პერფორმანსს ჩაუტარებენ, ქართველი ხალხისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ნაკლებად საინტერესო უნდა იყოს. მაგრამ ეს ყველაფერი მიმართული არის ისევ და ისევ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შიდა საქმეებში ჩარევა მოხდეს და ეგრეთ წოდებულად თუ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს, გარედან მაინც მისცენ ლეგიტიმაცია და ამით კიდევ ვსადო, რომ თითქოს არის, რა ვიცი, გველეშაპთან მებრძოლი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საკუთარ სკამს ვერ ელევა. პრეზიდენტობის მიწურულს სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაარღვიოს, პრეზიდენტის ინსტიტუტი საბოლოოდ ჩამოშალოს და მსოფლიოს დაანახოს. ის ფარსი თითქოს ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. თავის პრეზიდენტობის მიწურულს სალომე ზურაბიშვილმა
მორიგ ჯერზე გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა და მორყევა, არამედ ქვეყანაში მსოფლიოს დასანახად სამარცხვინო არეულობისა და ფარსის მოწყობა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ახალი არჩევნებია. რითაც ის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სისხლისღვრით დაემუქრა, თუ კი ისინი არ დათმობენ 26 ოქტომბერს გაკეთებულ არჩევანს. ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში ბევრი ავირამ გვინახავს, თუმცა პირველად ვართ მომსწრე იმისა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მოსახლეობას სისხლისღვრით ემუქრება. სალომე ზურაბიშვილი იქცა კიდევ ერთ პრეზიდენტად, რომელიც პირდაპირაა დაკავებული საკუთარი ქვეყნის უცხო გავლენებისთვის ჩაბარებით. იგი მოქმედებს ზუსტად იმავე ძალების მიერ დაწერილი იდენტური სცენარით, რაც მისი ერთ-ერთი წინამორბედისთვის შეიქმნა. რადიკალიზმის ხელშემწყობი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის ბოლო დღეებს ითვლის. 29 დეკემბერი ის თარიღია, როდესაც ახლად არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ინაუგურაციის შემდეგ საკუთარ უფლებამოსილებას შეუდგება. კანონის შესაბამისად კი სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია ამ პერიოდისთვის პრეზიდენტის რეზიდენცია დატოვოს.